like food? Do you like it too? There's so many different flavors I can choose. გამარჯობა, მე ჰიტავარ და მე 160 IQ მაქვს. ცხოვრებაში პირველად ვიღებ ასეთი სტილის ვიდეოს, სადაც რაღაცა უნდა მოვამზადო თქვენთან ერთად. მე ამ ცხოვრებაში არაფრის მომზადება არ ვიცი და სამზარეულოსგან შორს ვარ, მაგრამ მინდა ამის გამოსწორება. ამიტომ ჩვენს დღევანდელ ვიდეოს გადაღებაში დაგვეხმარება შეფ საბა, Kitchen Bros-ის არხიდან. მოგზადდი საბა. სალამი. გამარჯობა თავად. მეც კარგად. საბა არის ქართული კულინარიის მკვლევარი და კიდე მაგ სტილის ბევრი რეგალია გააჩნია ადამიანს. ამიტომ თვითონ შემოთავაზა რომ რაიმე ძირძველი ქართული კერძი მოგვემზადებინა დღეს და მიზანი ამ ყველაფრის რომ მე ვისწავლო. რაღაცა მაინც ვიცოდე, თან ქართული ძირძველი თუ მეწოდინება ბევრად უკეთესია ვიდრე რაღაცა იქაური. სამ კიდე რაღაცას დავიწყებთ. მინდა მერიანის გამოვაჩინო Kitchen Bros-ის ერთ-ერთი ღირსეული შეფი და მთლიანად საქართველოს შეფი. ეს ვიყავი Kitchen Bros-ის არხზე სტუმრად. რაღაცები მომამზადეთ იქ და მთელი საქართველოს მასშტაბით დადიან და სხვადასხვა კუთხეში ადგილობრივ კერძებს იკვლევენ და დეგუსტაციას აკეთებენ, რომელიც Kitchen Bros-ის არხზე იდევა ხოლმე და გასტროტურები აქვთ. მეც და კიდე რამდენიმე იუთუბერი მიგვიპატიჟეს და მე მაგალითად რაჭაში ვიყავი ახლა ბიჭებთან ერთად და უკვე 3 ეპიზოდი დაიდო მაგისი რაჭის ადგილობრივი კერძების დაგემოვნების და ღვინოების. კარგი, ახლა გითხარი შენ რა მომამზადებ? დღეს ერთად მომამზადებ გურულ საცივს. ეს არის გურული ჟავე პომიდორის საცივი. იდეაში მტკვახე პომიდორის საცივს ეძახიან და როდესაც მოუმწიფებელი პომიდორია, მაშინ კეთდება ხოლმე. მაგრამ ამ შემთხვევაში რადგან ჩვენ არ გვაქვს საშუალება იმის რომ მტკვახე პომიდორი ეხა ესე ბაზარზე არ ეშოვება ძალიან მაინდა-მაინც მასიურად, გვაქვს ჟავე პომიდორი, რომელიც ასევე ძალიან კარგად უხდება და მომამზადებთ ამას. ამის შემდგარი ნაწილი იქნება რა თქმა უნდა პომიდორი, წიწაკა, ნიგოზი, თხილი, სხვადასხვა სუნელები ქართული, ხახვი, ნიორი და მწვანე. და მარტივი კერძია, შეგიძლიათ ყოველდღურად მიირთვათ სახში. თან განსაკუთრებით ვეგანურია. მაგალითად ქართული ვეგანური საჭმელი არის და ეს რაღაც ყურადღება გასამახვილებელი მგონია, იმიტომ რომ ქართველებს საკმაოდ ბევრი ვეგანური კერძი გვაქვს კულინარიაში და რაღაცა ისე გამოდის ხოლმე რომ ქართველები მაინდა-მაინც აი ძალიან ისე რაღაც დატვირთულად ხორცის მჭამელიერი ვართ და განსაკუთრებით მიერული და დასავლური კულინარია. დასავლური კულინარია და კულტურა გვაძლევს იმის საშუალებას რომ ვეგანური და ვეგეტარიული საჭმელი ვჭამოთ ყოველდღურად ისე რომ არ მოვიბეზროთ. აი ქართული კულინარიის ერთ-ერთი ღირსება არის, იმიტომ რომ ბევრი ქვეყნის კულინარიაში გამორიცხულია. ხო? იმიტომ რომ ყველის და ხორცის გარშე არ გამოდის რა. თუმცა იქაც არის რა თქმა უნდა რაღაცა რეგიონები არსებობს სხვადასხვა ქვეყანაში, მაგალითად რავი იტალიაში, საფრანგეთშიც, რომ ისე პირობითად ავიღეს ყველაფერი, რომ იქაც ვეგანური რა თქმა უნდა არსებობს და მოპოვებადი. რაც მიწიდან მოდის და აღმოცენებადია, დაბუნება გვართმევს, ყველაფერი შეუძლია ვეგანური და ვეგეტარიული იყოს. მწვანეს ვაკეთებ ბოლოს, ანუ დაჭრა ხდება მწვანეს ბოლოს რა. იმიტომ რომ ჟანგვა არ წავიდეს პროცესში, როგორც კი მეტალი მოხდება. მწვანეს რკინის შემცველობა ხა ამას მაღალი აქვს და იმას თავის მეტალი ერთმანეთს ხდება, იქ ჟანგვანდის და მე შესაბამისად ფერსაც ისწვეს, გემოსაც კარგავს და სასარგებლო თვისებებს კარგავს, რაც აქვს. ამიტომ თხილად შეიძლება. დავიწყოთ, მოდი თხილის და ნიგოზის დამზადებით, გვაქვს აქ ჩოპერი, ჩოპერი მაგარია. მინდა შენ გააკეთო. ექსპერიენსი ხომ მიიღო რაღაც. და ხალხს ვაჩვენოთ, რომ ჰიტას შეუძლია კეთება და მომზადება. აი, რა ვქნა პირველი მითხარ. პირველი რაც უნდა ვქნათ ეს არის, რომ მომზადოთ ახლა ეს ჩოპერი. დანა ამინდა ესე. დანა არ გინდა. ეს თხილი ჩაყარი აქ. დაახლოებით 150-200 გრამი უნდა. მაგრამ თვალის ზომით გავაკეთოთ ეს ყოველთვის, ხო? მე გეტყვი, ის უნდა გაჩერდე. Sausi. So, ეხლა გაჩერდი. ინგრედიენტების მოპარვა შეიძლება? მოვიპაროთ არა. კარგი მთხილია. გენერალია. რაღაცა კაი თქმი, ეს დავაჩუპეროთ. ერთიანი მასა უნდა მივიღოთ რა. კიდე უნდა, ხო? კიდე უნდა. არ უნდა დაიტოვოს პატარა სიმაგრეები რა, რასაც იტოვოს ხოლმე ზოგადად თხილები და მივიღოთ ერთიანი თანაბარი მასა. რომელიც ამის დროს უბრალოდ კბილზე არ შეგვაწესოს. თხილის დაჩოპერებას მოვჭით. მოდი თეფშზე გადმოიტანე და მე დავაჩოპეროთ ნიგოზი. გავიმზადოთ რა წინასწარის მასები, რომელიც მე უნდა გადავურიოთ ამ ყველაფერს. აბა 150 გრამი გამოიცან. ეგას უცი. ეგ არის 150 და ის არის 160. ეს რადგანაც მაღალ ცხიმიანია, წებონება მეტი აქვს. და შესაბამისად ეს კოზით უნდა ჩავწიოთ ხოლმე, მაქსიმალურად დანის პირთან ახლოს მივიტანოთ და თავიდან დავაბლენდეროთ. აბა რამე ისეთი მასწავლე, რაც უეჭველი არ მეწოდინება და საჭიროა.
დაფა იყოს ფიქსაციაზე. ნახე, შენ რო დაფაზე რაღაცას დებ რა, პირობითად რავი რაღაც ხახვი ავიღეთ, მაგაზე ხომ დავჭრა. და ეს ხახვი ავიღეთ და აქ გვიდეს რა, პირობითად დანა დავიღეთ, ხო? ეს შეიძლება გაგვიცურდეს. ამიტომ რო არ გაგვიცურდეს, უნდა ავიღოთ ხელსახოცი, სველი, დავასველოთ, დავაფინოთ დაფის ქვემოთ და ფიქსაცია გავაკეთოთ ამაზე. ან ნებისმიერ ნაჭერი, რომელიც სახში მოგიპოვოთ და თან კარჩევა. ხო, ეხლა გავაკეთოთ აგინე, ასაჩვენებლად და ვარემ ხალხის ნახავს რა. So, ზარეული ის ნომერი პირველი წესია, რომ დაფა იყოს ფიქსირებული და ხელი არ მოიჭრას. აბა ეხლა გააცურე. აუ, იმენა დაბეტონდა. პლუს მილიონი აურა. საბარის სუპერ სკიბიდი სიგმა შეფი. ნიგოზი მძად არის. ძალიან მარტივი კერძი არის, რომ აი ყოველდღიურად შეიძლება ოჯახში მომზადო. თან ზამთრის პერიოდში მე თუნდაც ძალიან კარგია რა. თან ნიგოზი ხო ძალიან სასარგებლოა. სასარგებლო არის კი. ვიღოთ გააჩნია რა რაოდენობას. ჩვენ ბევრშავთ ხო ზოგადად? ძალიან ბევრშავთ რა. ჩვენი ისეთ უზომო ჭამა ხდება, ყველაფერში უზომო მოგდის ხოლმე და რაც სასარგებლოა, ისიც უსარგებლო ხდება მე რა და იქით საზიანო არის და. ნუ რა ვქნათ ეხლა მე ძალიან მიყვარს ეგრე ჭამა, იმიტომ რომ მაინც ეს ჩემი ქართული ფესვები თავის ეშვება და უფრო მეგემრიელება, თუმცა ისიც მესმის რომ საკუთარ თავს ვავნებ ამ ყველაფრით. დავიწყოთ ეგეთი რაღაცა რა. ნელ-ნელა დავამზადოთ ის მიზანპლასები, ანუ მიზანპლასი რა არის? წინასწარი მოსამზადებელი სამუშაო. რა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ იმისთვის, რომ სრულყოფამდე მივიყვანოთ კერძი. და ამიტომ დავიწყოთ ახლა რაღაცა წიწაკის დაჭრა, გასუფთავება, თესლებისგან ეს რაც ავშენით გამოსუფთავება, იმიტომ რომ ძალიან მწარე იქნება და ფიზიკურად ვერ შევჭამთ. ხა ვარ გაგვისინჯავს ეს რამდენად წარია? ვიზუალურად ყოველთვის ეთყობა ხოლმე წიწაკას რა. რამდენად ეს გრძელი და ესეთი მსხვილი და მერე წვრილი ხდება რა, ეს მე ისო წიწაკა რა, ანუ აქედან არის მთავარი ამბავი. ნახე ეს გადატეხე. სუნი. ნორმალურად ცხარია. ხო, ანუ რამდენად მძაფრი არის, იმდენად მწარე არის რა. სუნზე ხო მართლა? ხო, სუნზე არის. ეს ხო, ის ძალიან გემრიელი იქნება. კი, ძალიან ცხარიც იქნება. იმიტომ რომ ინტენსიური გემრიელი აქვს რა. ზომას და ფორმას მნიშვნელობა არ აქვს, თავარია ეს აქედან. კიდევ უფრო წესი გასწავლა, როგორ უნდა დაიჭირო პროდუქტი, რომ ხელი არ დაიზიანო და ზომას განსაზღვრა შუათითი ბოდიში და აქეთ-იქით რო არ გაგიცურდეს, ამითი აწვების ზემოთ. და შუათითი გავს ეს. მოდი შენ გააკეთე ხთავიდან, ჩაჭერი და всё, გადარჩი. თითი ადგილზე გაქვს. ხელი არ გამოიყენო, ეცადე რა. ჯობია რომ ნაკლებად ცხარეები ვჭამოთ ხოლმე რა, კუჭნაწლავის სისტემისთვის და შემდეგ თვალში არა მოიწია ხელი რას ფავარი რა. ნომერ პირველი წესი სამზარეულოში. როდესაც რაღაცას დაამზადებ დაჭრით, აუცილებლად ის ნაგავი, ნარჩენი რაც არის, ეგრევე მოიშორეთ ხოლმე რა ადგილიდან. კარგი ბიჭი ხო, სხვათა შორის მალე ითვისებ. ზარეულების ნომერ პირველი წესი კიდევ სრულწმენებში, ცალკე იყო, ცალკე გამოყოფილი რა. ხელი და ხელში დანას არ ვართ. იქ მართლა? ხო, ბატონო. ჩუბეც. ჩანგალი თუ გივარდება, გასდება. სტუმარი მოდის და მე ფეხი უნდა დააბეჭო რომ აღარ მოვიდეს. საბას აქ დღეს დაბადების დღე და თავის დაბადების დღის მიუხედავად მაინც მოვიდა და ესე საციოს ვაკეთებ გურულს. მიულოცოთ, მე კი მიულოცე. თქვენც მიულოცეთ და კიჩემბროსის არხი იქნება დაპინული კომენტარებში და გამოიწერეთ და ეს იყოს მადლობა. მიულოცვა ესე subscribe-ის სახით. თქვენთვის subscribe-ზე დაჭერა არაფერია და YouTuber-ებს ცხოვრებას გვიცვლის, ამიტომ არ დაგეზავოთ. ხალხის დაჭრა რამდენად აუცილებელია ესე ჩარჩქარა ვიდეოებში რო იციან ხოლმე. გააჩნია ვიდეოში აუცილებელი ნამდვილად არ არის რომ აი ვიღაცას აჩვენო რომ აი სწრაფავჭრი იმაგარი ტიპი ვარ, ანუ არა ხო მაგარი ტიპი რა მაგითი. თუმცა კომერციულ საქმიანობაში როდესაც ახლა რესტორანში მუშაობ, თავისთავად დროის ფაქტორი ძალიან ბევრი ამის განსაზღვრავს და შესაბამისად მოსწრებაზე ხარ და სწრაფად უნდა დაჭრა. ეგ ამბავია. რაც შეეხება იმას, რომ სწრაფად როგორ დავჭრათ ხახვი, პირველ რიგში დანასთან უნდა ვიყოთ კომფორტულად რა. თუ დანასთან კომფორტულად არ ხარ, ანუ შენ მიჩვეული არ ხარ ამ დანის გამოყენებას, ვერ დაჭრე რა. ან დაჭრე და თის მოიჭრე. ამიტომ თავს არ გავიგიჟებ ახლა. შესაბამისად ამ დანასთან არ ვარ მიჩვეული მაინც. ამერიკიდან გამოვიწერე ეს მარკეტინგული დანების ისა, მაგრამ აგერ შეფები რომ მოვიდნენ თავისი პირადი დანა გათხოვა შეფ მირიანმა და ამისთვის დიდი მადლობა მირიანმა. ნამდვილად ხელში გიჭირავს ხდები რომ რაღაცა შეადوار დადიხა შენი და გასავლესია. ჩემიდან არის გასავლესი და ესეთი ქართული კომპანია არსებობს, ხოთა შორის რომელიც ცუდი არ იქნება დავასახელოთ, ლესე ქვია, რომელიც დანებს ლესავს და ძალიან კაი ტიპია და ხოთა შორის კარგად აკეთებს ამ ყველაფერს. მე ვერ მივიტანე ამ ადამიანთან ჩემი დანა. საკმაოდ ღირებული და ძვირფასი დანა მაქვს. და მინდა რომ ისეთმა ადამიანმა გალესოს, იმიტომ რომ ამასაც თავისი პროფესიონალი და მწოდნე ჭირდება რა. იმიტომ რომ ჩვენ ლესავთ დანას, რეალურად ის არ არის ლესვა რა, ის არის პირის გასწორება, ანუ დანის პირს დასწორებ მაგით. ისე მაგაზე ვიფიქრე რამდენიმე თვის წინ. იმიტომ რომ ვიღაც ბიჭმა მითხრა რომ ხევსურეთში უნდა წავიღო დანა
გასალესათო, სადღაც სოფელში ხო. ერთი კაცი ლესავს. თავი რას ლესავს ეგეთ, რომ თავისი პროფილი ყავს, კი. რომ მიდიხარ. მე ცოტა ისე შევხედე მაგამავს ფილოსოფიურად, რომ თანის ლესვა ერთი შეხედვით ხო მარტივია რა. ჭედელი რო აკეთებს რა, სამჭედლო საქმიანობას ხო ყველა ვერ გააკეთებს, მაგას რაც უნდა მოინდო. ხო, დანის გამოწრთობა ხო რამხელა პროფესიაა და რამდენად სერიოზული საქმე არის, რომ გააწრთო მეტალი. ტიპმა რადონეზე დაამუღამა ლესვა, რომ ხალხი ხევსურეთში დადის მაგის გამო, რომ თავისთანა დაალესით. კურსი მსახურებს ერთ კაცი. ოჩახ. ნახე შენი დაჭრილი ხახვი ლანდავს. ოჩახ. მიშვეული არ ვარ, ჩემზე მაღალ ადამიანებთან ურთიერთობას. ესე ვისთანაც კომუნიკაცია მაქვს. ან ჩემზე დაბალია, ან მაქსიმუმ 1-2 სანტიმეტრის მაღალი რა. რა შეგრძნება? შენ ძალიან უცნაურად ხო რა? საბარის მეტრი და 98 ხარ, ხო? ძალიან მაღალი 98. კაი, ეხლა გადავიდეთ, მოდი, ნივრის გამზადებაზე. მარტივად რო გავარჩევთ მეორე, შეგვიძლია წინასწარ დავალბოთ წყალში, დავტოვოთ მაცივარში დაახლოებით 3-4 საათის განმავლობაში და როგორც კი ხელს გადავუსვა, მეგრევე ეს კანი ცილდება და აღარ გიწევს ფხეკა, რაღაცეების თითების შიგნით ჩაყოფა და ასე შემდეგ. თან მაგარია ნიური, მაქციებიც ვერ მოგველებია. ხო, დილით უზმის. ვამპირებს ვიღაცა მოვიდა. მოვდა ამოიღე ახლა. ეს ვისი ხმა ისმის ერთი ანუ ვერ ხვდებით აქედან ვისი ხმა ისმის ჩვენი კამერამენი, მოდი შემოდი. და რა ხალხი ვიდგას ბექში რა? ბიჭო. ეხლა რო ცუდი საჭმელი გავაკეთო, როგორ შეიძლება? ასეთი წარმოსადეგი ადამიანები. მოდი ახაც ბარი, მოდი. აკეთიკი, თაიგული შვაშიზის მაიმუნიო. წვანის კი არა, ყველაფერს დაგიჭრით, რასაც მეტყვით. მაგრამ სანამ ქიმს დავჭრით, ხელს დაიბანს. მოსებ ხელებს დავიბან და ეხავე მოვაგვარებ მაგ ყველაფერს მეგობრებო. აუი, მოიცავ მართლა. ჰა? მე აგერ ჩემი მეგობრები უმოწვიან. შენ დადიოდი? წვანს თავისი ხასიათი აქვს მეგობრებო. თუ სწორად არ დაჭერით, გაგიბრაზდებათ და უგემური გამოვა. მამე, ეხლა მე მიხედა. აბა კარგად ვთქვით მეგობრებო. ეს მეუბნეზე ყველაფერს მისცემ. სამზარეულოში. სუნელებზე. როგორ მოგმართავენ? ესე ყოველ დღიურობაში. შეფ. ანუ ხო, წოდება, შეფ. ქორწილის ოპერატორი რატო არის? შეერთე მაინც. სოუ შეფი არსებობს, რომელიც იმინა პირდაპირ აი სოუსებზე დგას და სოუსებს ამზადებს და მე რაც ეს ყველა ზემოდან კერძებს მაგისტრის არის თემა და ჟუნიორ სუ შეფი არის, რომელიც აი ამ ყველაფრის მთავარი მონაა. ანუ ესენი აზრობენ სუშეფი პირველად. ესენი აძლევენ დავალებებს და აკეთებენ რა. ამასობა შეიძლება სუნელები მოიმარჯვო. ყვითელი ყვავილი, ხმელი ხინძი და ეს უცხო სუნელი. კარგად შვება სოფშეს. ეს ლეჩხუმური ფესვებით არ უზაშვება რა. ზოგადად რაჭონებს და ლეჩხუმებს გენეტიკურად მოგხსნევთ სამზარეულოში. სიახლოვეს, ხო, კი. ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი ხელის მქონე ადამიანები რაჭონები და ლეჩხუმები არიან საქართველოში რა და რასაც ხელს კიდევენ ის გამოსეთ ხოლმე ძალიან სუყეთ გემრიელი. კარგი აღნიშვნა იყო დროული. ძმარი, ჩვენ ყველა მათ შორის აუდიტორიამ, რომელიც გვიყურებს, უნდა ვიცადოთ, რომ ის ქართული კულინარია და კულტურა, ეთნიკა, რაც გაგვაჩნია, რაც ჩვენთვის ღირებულია და რითიც შეგვიძლია ვიყოთ წარმოდგენლები მსოფლიო ბაზარზე და ჩვენი ეკონომიკა განვითარდეს და თავისთავად მე ეს ეკონომიკის განვითარება ისახება ამ ხალხის სოციალურ მდგომარეობაზეც. უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ მაქსიმალური პოპულარიზაცია გაუწიოთ ჩვენს კერძებს, ჩვენს ღვინოს, ჩვენს იმ ღირებულებებს და საგანძურებს, რაც გვაქვს ამ ქვეყანაში. ეხლა ეს ნახევარზე გავყოთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მასა მომზადეთ, ეხლა ფიზიკურად ვერ ამოურევთ. ვიდეოში არ აღიქმება სუნი, ამიტომ უნდა გვინდოს ჩვენი მაყურებელი. შენ მუშაობ წიგნზე, სადაც იქნება ძველი ქართული კერძები იქნება დაცული და უისი თანაავტორობით იქნება. მირიან სულაკაურის თანაავტორობით, რომელიც ახლა კარგსმევა. როგორ დიდებულა ჭერს. თავდაბურად ხმას არიდებს. შეუგემურო. ესეც ჩვენი გახოხული პური. მირიანმა მოწვა. დაბრაწოლია ვიძახეთ, დაბრაწოლია, მაგრამ
გემრიელი მოგაწული პური არის. გურული საცივი, შეფ მირიანი და იუთუბერი რაბანა ჩემთან გამოცხადდეს თუ შეიძლება. სანამ გურულ საცივს გავსიჯავთ, მანამდე გეტყვით, რომ თუ სახლში გაქვთ სოკარგაზის გაზი, სილქისგან შეგიძლიათ მიიღოთ ძალიან მაგარი შეთავაზება, რომელსაც ქვია გაათანაბრე. ზამთარში მე დგას მოვიხმართ ხოლმე. ამ შეთავაზების ფარგლებში შეგიძლიათ გადასახადი გაანაწილოთ მთელს წელზე 12 თვეს, რაც შეიძლება ზოგ თქვენგანს ძალიან გამოადგეს. საშუალოდ ადამიანები 45%-ით მეტს ხარჯავთ ზამთარში. თუ ბევრი მოგივიდათ მაგალითად ამ თვეში გადასახადი და თუ ჩაერთვებით გაათანაბრეში, გათანაბრებული ტარიფით გადაიხდით ამ თვეშივე, რაც ძალიან დიდი შეღავათია. ამიტომ ლინკს დაგიტოვებთ ვიდეოს აღწერაში და დამატებითი დეტალები იქ ნახეთ. სილკთან მე მგონი 2025 წელს ვითანამშრომლებთ და ბევრ საინტერესო რაღაცებს გვირდებით. მივთვით ბიჭებო, აი ესე დააგემოვნეთ. აბობა. გურული მჟავე პომიდორის საცივი. გამწვარი არა ისა. დაბრუნდი. ცოტა ისე დატოვეთ, ხო, კამერაში შემოსწეს და მე ვჭამოთ არის რაღაცა. მაგამრე. ასეთი გენიალური და თან განსხვავებული რაღაცა არ მჭამე. მართლა? ძალიან მაგარი. ხურცულად ამბობ მაგას? ვაუ. თან ბიუჯეტურია რა, არ დაგვავიწყდეს, იმიტომ რომ ეს არ არის რაღაცა ძალიან ძვირი. ეს ალამაზი გააკეთა. შეგიძლია ხელი მოკიდო და ჭამო. ან დანაშაკლი ჭამო. სართულებად აწყვობილი მჟავე პომიდორის შეგნით ესე გურული საცივი. ეს უფრო ინტენსიური იქნება რა. იმიტომ რომ უფრო მეტი პომიდორია, ხო, უფრო მეტი სიმჟავე აქვს და თავისთავად სიმჟავე ისე გადანაწილდა, რომ საერთოდ სხვა კერძის გემოვა. ძალიან მაგარია. ბრავო ბიჭო. შემოგკეთ. მადლობა. მე აღარ დამიტოვე? შენ საერთოდ არ გიგამია. მადლობა, სავარო, ესეთი შვენიერი გურული კერძი გაგვიზიარი და მადლობა თითოეულ მაყურებელს, ვინც უყურეთ და არ დაგეზარათ ვიდეოს და ლაიქება და არხის გამოწერა, ასევე Kitchen Bros-ის გამოიწერეთ და საბა და მირიანი კიდე სხვა კერძებზე უკვე წიგნით გაგვიზიარებენ ვერსიებს, ასევე YouTube არხზე ძალიან მნიშვნელოვან რაღაცებს. მადლობა რომ გესტუმრეთ და მადლობა.